საჯარო სივრცეში პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფის საქმეზე და ქართული ოცნების სარჩელის საფუძველზე სასამართლოში 20-მდე პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი დაიბარეს. ნაწილმა საკუთარ პროცესზე გამოცხადება არ ისურვა, ნაწილმა კი სხდომის გადადება მოითხოვა. შეურაცხყოფელი პრაქტიკის აღმოფხრა არა, ამ ქვეყანაში უნდა აღმოიფხვრას უკანონობა. თუ უნდათ რომ მათ შეურაცხყოფა არ მიაყენონ, დაუბრუნდნენ კანონის ჩარჩოებს, დაიმსახურონ სიყვარული და დლუჩუმი. ლაშა ტალახაძის პირველი დიდი პოლიტიკური განაცხადი არის ის, რომ ესეთი ღვაწმოსილი პოლიტიკოსია, იჯდა თავის კაბინეტში, ხალხი რო ფულს უხდით, სკროლა შემი პოსტები 19 ფებრუარამდე მივიდა. გაახვითქულმა აღმოაჩინა რომ მას გახსრელი ბიომასა უწოდე, იმიტომ რომ გააправა სალომე ზურაბიშვილისთვის ტიტუშკების მიქსევა აეროპორტში. საქმის მასალებში სოციალურ ქსელში პოლიტიკოსების შეურაცხყოფის, ფსიქოლოგიური ტერორის, ბულინგის და ცილის წამების შემცველი არაერთი მტკიცებულება დევს. დოკუმენტაცია სასამართლოში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მიიტანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოიკვლია ყველა შესაძლო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტებს კონკრეტულ პიროვნებებთან მიმართებაში. ასეთი 18-მდე პირი გამოვლინდა კონკრეტულ შემთხვევაში. სავარაუდო სამართალდარღვევების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას სოციალური ქსელის მეშვეობით აყენებენ აღნიშნულ პიროვნებებს სიტყვის შეურაცხყოფას. ესეც დადასტურებულია შესაბამისი მტკიცებულებებით, რომელიც მოწეული იქნა შესაბამისი წესით. ზიზღის ენის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყების გადაწყვეტილება სახელისუფლებო გუნდმა მას შემდეგ მიიღო, რაც მათივე განმარტებით უცხოეთიდან დაფინანსებული სიძულვილის ენის წახალისებაში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ მივცემთ ვერავის იმის საშუალებას, რომ ასეთი კამპანიები წარმატებით დაგეგმონ და განახორციელონ. კიდევ ერთხელ გამიმერებ, საქართველოში გარე დაფინანსებით აწარმოებენ სიძულვილის და ზიზღის კამპანიებს. ჩვენ ყველა სამართლებრივ მეთოდს დაუპირისპირებთ ამ პროცესებს, რა თქმა უნდა, ზიზღი და სიძულვილი არის ის, რაც უარყოფითად დაისახება, რა თქმა უნდა, ქვეყანაში მოვლენების განვითარებაზე და ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური უფლება სამართლებრივ ჩარჩოებში დაუპირისპირდეთ ამ ხელოვნურად თავსმოხვეულ კამპანიებს. აშკარა არის უკვე და ცხადია, რომ ეს ზიზღის კამპანია გამართლებული, წაქეზებული და დაფინანსებული არის გარედან. ამ შემთხვევაში ევროკავშირის საელჩოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნის სხვადასხვა საელჩოების და დონორების მხრიდან. ქონდა შესაძლებლობა და შანსი ევროკავშირის ელჩს, რომ გამიჯნოდა მისი დაფინანსებული ადამიანების მხრიდან სიძულვილის ენას, მან ეს შანსი არ გამოიყენა, შესაბამისად ის დადგა სიძულვილის და ძალადობის მხარეს. ოპოზიცია ქართული ოცნების მიერ შეტანილი საჩივრით პოლიტიკურ სპეკულაციას ცდილობს. ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება ამ ფორმით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. ქართული ოცნების მიზანი არის ერთადერთი რამე, მოკლას განსხვავებული აზრი ამ ქვეყანაში, მოკლას თავისუფალი მედია, მოკლას ყველა კრიტიკული გამოვლინება ამ ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების. მიზანი არის საქართველოში დაამყარო პოლიტიკური რეჟიმი, სადაც საქართველოს მოქალაქეებს გამოხატვა, სიტყვის გამოთქმა, თავისი მოსაზრების გამოთქმის შეშინა. სიძულვილის ენას თუ ვინმე აღუევს ამ ქვეყანაში, ეს პირველ რიგში არის ოცნება. მართველი გუნდი კი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მათი მიზანი არა განსხვავებული აზრის დევნა, არამედ საჯარო სივრცეში სამართლებრივი და მორალური ჩარჩოების რეგულირებაა. შეიძლება კონდეს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები, კონდეს აწყვეტა სხვადასხვაობა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ უნდა არსებობდეს იმის კულტურა, რომ შეგვეძლოს ერთმანეთის მოსმენა. შეიძლება რაღაცაში არ დავეთანხმოთ ერთმანეთს, არ გავიზიაროთ კონკრეტულ საკითხთან მოსაზრებები, შეურაცხყოფა, ეს დახვედრები, ტერორი კატეგორიულად მიუღებელია. კარგად გაითავისონ რა არის მათი ქმედება, მათი დარღვევა და პირველ რიგში თავი გააკონტროლონ და დაიმახსოვრონ, რომ ადამიანის უფლება მთავრდება იქ, ადამიანის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლებები. აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ქუჩაში მოხდება ამ ყველაფრის გაჟღერება სოცქსელებში. სოცქსელები კიდევ უფრო მეტ, ასე ვთქვათ, არეალს მოიცავს საზოგადოების, ამიტომ ბუნებრივია, რომ ყველა ვინც შეურაცხყოფას აყენებს საჯაროდ და ცილს დასწამებს საჯაროდ სხვა ადამიანს, ბუნებრივია, რომ ამის თაობაზე მას სათანადო პასუხისმგება მოუწევს.
პოლიტიკოსების, აქტივისტების და ჟურნალისტების საქმეების განხილვა მიმდინარე და მომდევნო კვირას გაგრძელდება. დანაშაული, რომელსაც მათ ედავებიან სასჯელის სახით, 1500-დან 4000 ლარამდე ჯარიმას ან 45 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.